ამ ბრძოლის შემდეგ გვექნება დაჯილდოება. Blue corner, Zarzayev, Azerbaijan. ტრიბუნებიც თანაგუნდელები ამხნევენ თავისებებს არმენია, აზერბაიჯანი ეს დარბაზი საკალათბურთო დარბაზი გესვენებათ არ არის დიდი, მაგრამ აქ ტევა არ არის სპეციალური სკამებია მოწყობილი მაყურებლებისთვის, რომელიც სავსეა და ზემოთ მეორე სართულზე აივანის თითქმის სავსეა. კულმინაციას ეს ყველაფერი მიაღწევს ალბათ როცა გამოვა დავით მხეცაძე, ქუთაისელი მოკრივე ტაილანდის დიდი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული სომეხი სამվել სირამარგიანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჩვენ წინ გვაქვს. ხაკი არტემ სტეპანიანი და ზარზაევი. Round one. აზერბაიჯანს უფრო დიდი გუნდი ყავდა ისე, მათი კომაგები იგებენ ჯერჯერობით. ორივე ძალიან ძლიერი მოკრივეა, ამის დასტურად ეს გუშინდელი ნახევარფინალებიც ივარგებს. და ორივე ძალიან დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე. ახლა სტეპანიანმა და კარგად დაიხია უკან. პასუხი ზაევისგან. სომეხს აქვს იმაღლეში წლომაში უპირატესობა. სავარაუდოდ ის საშუალო დისტანციიდან შორიდან არ უინდობეს მაინდა-მაინც ახლო ბრძოლაში შესვლას და პირიქით ეკნება წესით ასე უნდა იყოს. აწყობილი ზაევის ტაქტიკა კიდევ ერთ შეტევას სტეპანიანის. კიდევ ერთი არასდროს მეტოქე შეტევის დაწყების მარცხენა პირდაპირ წინ ცნაზე მოარტყა ისევ სტეპანიანმა. შემდეგ ესე დათმა ხელში იყო ერთი კლავში ერთი ხელში ზაევის მხრიდან. იქით აივანზე მაყურებლების ბრძოლაც გრძელდება. ზაევის ესეთ პირველი შედეგიანი შეტევა იყო. მოარტყა მარცხენა პირდაპირ წინა ხელი ძალიან კარგად მუშაობს სტეპანიანი. მისი დარტყმების უმეტესობა სწორედ ჯები იყო. პასუხი ზაევისგან კარგად დაუხდა არტემი და გაატავა მეტოქე. თავად წამოიწყო სტეპანიანმა შეტევა, ცდილობს რომ მეტოქეს არ დააწყებინოს. პირველი რაუნდის მიიწურა გოლი მოიგო სტეფანიანმა. პირველი რაუნდი უფრო დამაჯერებელი იყო სომეხი. კიდევ ერთი მარცხენა პირდაპირი და გონგი. სტეფანიანი 3 ხმა, ზაევი 2 ხმა.
მოიგო, მაგრამ არა საკმარისი უპირატესობით ყველაფერი წინა. Round 2. ენერგიულად დაიწყო ზაირმა. სამი თორე თითქოს მინიმალური უპირატესობაა და ყველაფერი წინაა, მაგრამ ეს ერთხმიანი უპირატესობა სადგამო გადგება კაცმა არის. ბოლოს შეიძლება ზუსტად ის ერთი ხმა იყო, გადამწყვეტი ზაირის შეტევა იყო, შემდეგ უპასუხა სტეფანიანმა. მოაწყა ისევ წინა ხელი აზერბაიჯანელმა. რაუნდის დაწყებიდან მცირე უპირატესობა მას შეიძლება კონდეს. კარგი მარჯვენა ხუთი ქონდა ეხლა სტეფანია ძლიერი. მაგრამ მეორე რაუნდში უფრო აქტიურია აშკარად ზაირი ისე წებს შეტევებს. ეს მარცხენა პირდაპირები, რომელსაც მოიგო პირველი რაუნდი სტეფანიანმა, მეორე რაუნდში თითქმის აღარ აქვს. ეს ბოლო მონაკვეთი კარგად დაიხია ეხლა სტეფანიანმა ბრძოლაში და რამდენიმე მოარტყა, თუმცა ბოლო შეტევა იყო ისევ ზაირის. ესეთ მესამე რაუნდამდე აქაფერი არ უნდა გაიყვეს. ზაირი 3-2 როგორ განაწილდა სული ფეარი მოკლედ 1-1-ია და სამსაჯთან მეორე მსაჯი მეოთხე მეხუთე არის 19-19. მეორე მსაჯი არის მოლდოველი. მონჩარი მეოთხე მეხუთე არიან დავით ჩაქარაშვილი და ლაზარ ცალსიაში. მესამე რაუნდი. Round 3.
ორჯერ სადაბზაევმა შეტევა დაუხდა მას კარგად სტეფანიანი. აქაც ორი დარტყმა ჰქონდა სომეხს. მესამეში უკვე სტეფანიანმა მოუმატა და ნახეთ რა კარგი შეიძლება მარცხენა პირდაპირ შემდეგ მარჯვენაც ამოარტყა. ეხლა უკვე სომეხი იგებს. ფრეარი 19-19-ია სამსაჯთან. ყველაფერი აი აქ უნდა გადაწყდეს და შეიძლება ერთი-ორი დარტყმა აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ბოლო წუთი ალბათ. ბოლო 20 წამი. იგავ ვარცხილება იყო ახლა შეიძლება სადავო ყოფილიყო ალბათ გამარჯვებით მოაწყა სტეფანიანმა. მოაწყა ახლა ზაევმა მარცხენა პირდაპირ. ჯერა მეტია დარჩენილი. და ჩაქუჩი ბოლო 10 წამი. კონგი ჩემ დაბოლოება შუა ჩაფრეს, სადაც არციური კონჩეტევა ჰქონდა გზარის, გონი უკეთესი იყო სტეფანიანი. ხო ისეთი მხნე პოზა და გამომეტყველება აქვს, ეგ ზნობა ზნობს რომ მოიგო. ის ცოტა შეშფოთებული სახე აქვს გზარის. თითქოს არ არის თავის მოგებაში დარწმუნებული, თუმცა დარწმუნებული არცეთი არ არის. მოგებული. აკაკი კაკაურიძე International Boxing Tournament by split decision. აყოფილი ხმები. Blue corner. ზარზაევი უბრალოდ გამოთქვამს სტეფანიანი. ანგარიში ვნახოთ, მოდით. 19-19 იყო. სამი-თორი მოიგო მესამე რაუნდი სტეფანიანმა, მაგრამ აი იმ საჯთან, მოლდოველ საჯთან და ორი ქართველი საჯიდან ერთ-ერთად 10 ქულა მიიღო ზაევმა და მოიგო აი ეს მინიმალურზე მინიმალური უპირატესობით.